ქუთაისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტი საოპერო მომღერალ აკაკი იოსელიანისა და ქუთაისის ოპერის თეატრის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა საოპერო თეატრების სოლისტები და მომღერლები იღებდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ლიზი ნებიერიძესა და ბორის ჯიაძეს გადაერიცხება. ამ კონცერტის ჩატარების იდეა მეკუთვნოდა მე მინდოდა რომ ჩავეტარებინა ეს კონცერტი ყოველთვის ჩემ ქალაქში. რაც შეეხება კონცერტის მიზანს, ეზღუნება უნაშეზღუდულ ბავშვებს, კონკრეტულად ლიზი ნებიერიძეს და ბორის ჯიაძეს. ესენი არიან მცირეწლოვანი ბავშვები, 8 და 9 წლის არიან. ძალიან მძიმე სიტუაცია და სრულად ეს თანხა გადაერიცხა მათ ოჯახებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი, იმასთან ერთად რომ ჩვენ ძალიან კეთილ საქმეს ვემსახურეთ ყველა, ეს საღამო იყო არაჩვეულებრივი მუსიკით გაჯერებული და ჩვენი პროფესიით ჩვენ დავეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ვფიქრობ რომ რაღაც სოლიდური თანხაც შეიკრიბებოდა და აუცილებლად გადავცემთ ადრესატებს და დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში ჩემთვის ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ეხება ქველმოქმედებას და ეხება ბავშვებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი ყველა ქვეყნისთვის და მე არ შემიძლია მადლობა არ გადავხატო ჩემ მეგობარს აკაკი იოსელიანს, რომელმაც ესე ჩამრთო ამ პროცესში და დიდი მადლობა მას, რომ ესე იგი მეც გავხდი ამ ქველმოქმედების ასე ვთქვათ მონაწილე.